როგორ ახსნი მემკვიდრეობას? ეს ნიშნავს ვინ დაამარცხე თუ რა მოიგე. თუ სიხანგრძლივია. და ეს რიტორიკული შეკითხვა არ არის. ამ სიტყვებს იმიტომ მივიყენებ, რომ მახეში გაგაბა, თავის სულელად გაგრძნობინო, ამით მე თავს უკეთესად ვხსნო. ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია ხანგრძლივობა შენთვის. ვიცი, რომ ყველაფერზე წინ ხანგრძლივობას აყენებ. ვიცი ისიც, რომ ამას თავად უარყოფ. თუმცა გამოგიჭირე. უკვე გამოაშკარავებული ხარ, რადგან შენ თქვი, რომ ვოლკი ერთ-ერთი საუკეთესო ქვემსუბუქ წონოსანია. ჩვენი საზოგადოების საერთო აზრის თანახმად, მათ შორის ჩემიც ვამბობ, რომ ვოლკი ერთ-ერთი საუკეთესო ქვემსუბუქ წონოსანია. ილია თოფურიამ კი ისე გადაუვარა მას თითქოს იქ არც კი მდგარიყო. რაც რა თქმა უნდა ილიას განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მის დაუმარცხებელია ყველა დროის საუკეთესო ქვემსუბუქ წონის მებრძოლად აქცევს. მაგრამ ეს ისტორია ასე არ მოგვითხრობს. არ ჩენ მოგითხრობ ასე და გულწრფელად რომ თქვათ არც სხვა ვინმეს. ილია იქ საკმარისად დიდხანს არ ყოფილა. ახლა ეს ალბათ ჩემთვის მოულოდნელია. ალბათ გეგონა რომ შენ ისეთი ადამიანი იყავი, ვინც შედეგებსა და მიღწევებს ააფასებდა და მნიშვნელობა არ ჰქონდა ვინ რამდენხანს უნდა იყოს სცენაზე. ალბათ შენ თავზე ასე ფიქრობდა. ახლა რაღაც ახალი გაიგე საკუთარ თავზე. ასე რომ ეს კარგად გაითვალისწინეთ. ახლა გადავიდეთ შემდეგ თემაზე. რას ამბობს მერაბი? და ძალიან გამიჭირდება იმის ახსნა შენთვის, თუ რამდენად პოპულარულია მერაბი ახლა. ეს ბიჭი ცეცხლივით ცხელი თემაა. გულისხმობ 1 წლის წინ. მერაბს შეეძლო ყველგან წასვლა და ყველაფრის გაკეთება. ახლა ის ძლივს გადაადგილდება. გულწრფელად გეუბნებით, თუ პოპულარობაზე გვინდა საუბარი, არავინაა ისეთი, ვისი პოპულარობაც ბოლო 1 წელიწადში ასე სწრაფად გაიზარდა. ასეთი მეტეორული ზრდა, როგორც მერაბმა განიცადა ბოლო 1 წლის განმავლობაში, ჯერ არავის არ ჰქონია. ეს აღსანიშნავია, რადგან მერაბის მოსაზრება ახლა უფრო მნიშვნელოვანი ხდება. მე მეტი ყურადღებით მოვისმენ და შევაფასებ იმას, რასაც მერაბი იტყვის. რადგან დაამტკიცა და მოიპოვა მოსაზრების გამოხატვის უფლება. და მერაბი საუბრობდა. ისლამი ილიას წინააღმდეგ და უნდა შედგეს თუ არა. მერაბმა თქვა, რომ ეს ძალიან ჩახლართული აბლაბუდაა. მე ძალიან მომწონს ეს მეტაფორა, რადგან ეს რთულია. ეს საკმაოდ რთულია, მაგრამ მერაბმა თქვა, რომ ეს ძალიან ჩახლართული აბლაბუდაა, მაგრამ დღის ბოლოს ილიას უარყოფა არ შეიძლება. ის დაუმარცხებელი მსოფლიო ჩემპიონია და თუ მას არ აირჩევ, მაშინ ვის აირჩევ? ვინაა მასზე უკეთესი კანდიდატურა? როგორც მერაბმა თქვა, ილიას სასარგებლოდ არსებობს ასეთი არგუმენტი. ის არის დაუმარცხებელი წეული მსოფლიო ჩემპიონი. სულ ეს არის, სულ ეს. ფიქრობ ამაზე მტკიცი არგუმენტი გაქვს? გაქვს? კარგი, მაშინ წარმოადგინე შენი არგუმენტი. და არგუმენტი წარმოდგენილი იყო, ამ შემთხვევაში მან ჩარლზი ახსენა. მან თქვა, რომ ჩარლზი არ არის დაუმარცხებელი, მაგრამ ისიც მსოფლიო ჩემპიონი იყო. ასე რომ ისევ ილიასთან ბრუნდებით. ილია დაუმარცხებელი მსოფლიო ჩემპიონია. დაუმარცხებელი უნდა იყოს, რომ მას გაუტყდე. თუ აპირებ დაუმარცხებელი ჩემპიონი უარყო, მაშინ უარყავი ის ჩარლზთან ერთად. ერთი რამ რაც მერაბმა თქვა, არის ის, რომ ჩარლზ ამის შანსი უკვე ჰქონდა. ძალიან საინტერესოა რა. და სხვათა შორის მერაბი ყველა მათგანს პატივისცემით მოიხსენიებდა. მათ შორის ჩარლზსაც. ის უბრალოდ ამ ყველაფერს თვალს ავლებდა და ამბობდა, მისმინეთ. მე ვხვდები, რას გულისხმობს ისლამი, როცა ამბობს, რომ 145-იანთან უკვე იბრძოლა. ამ დივიზიონში არაფერი მოუტანა ამ ჩხუბმა.
მხოლოდ pound for pound-ში თურმე სამშაბათს დილით 9 საათზე მისი სახელი ვოლკთან შეიცვალა. ეს დიდი არაფერია. ეს არ არის ის, რის მიღწევასაც ვინმე მიზნად ისახავს. ეს არ არის ნამდვილი ჯილდო. ისლამი კიდევ უფრო შორს წავიდა და თქვა, რომ პირველი ბრძოლა მიუხედავად იმისა, რომ მოიგო, იმდენად ახლოს იყო, რომ რეიტინგი არავის შეუცვლია. და ზოგი ამბობდა, რომ რადგან ბრძოლა ახლოს იყო და ვოლკანოვსკი შედარებით დაბალი იყო, ეს ვოლკის უპირატესობას აჩვენებდა. ისლამისთვის ყველაფერი უცნაურად წარიმართა, გაუჭირდა რაიმის მიღება. დამატებით ფული არ მეუღია და ახლა უნდათ მისი დასახურებაც წაართვან. გამოიცანი რა გააკეთა ისლამმა ამ ყველაფრის ფონზე? გამოიცანი რა გააკეთა? იგივე გაიმეორა. ამჯერად აღარ უნდა ფიქრი იმაზე დააფასებენ თუ არა მას, აღარ უნდა ფიქრი იმაზე მისცემენ რაიმეს თუ არა, ეს უკვე იცის, პასუხი არის არა, ის არაფერს მიიღებს. მაგრამ მაინც იგივე გაიმეორა. ის ახლა ამას მესამე შემთხვევად მიიჩნევს. კი, ბევრად განსხვავებულია. მაგრამ სიტყვებს მნიშვნელობა აქვს. ისლამმა თქვა, არ მინდა 145 ფუნტიან მებრძოლთან ჩხუბი, არც პირველ ჯერზე მინდოდა, მაგრამ ვიჩხუბე, არც მეორე ჯერზე მინდოდა, მაგრამ ვიჩხუბე. მესამედ ამას არ ვიზავ, ასე რომ არც კი ცადო ჩემთან ამაზე საუბარე. ნუ ვცდილობ შოუს გადარჩენაზე საუბარს. ნუ საუბრობ იმაზე იმსახურებს თუ არა ეს ბიჭი. ნუ ამბობ თითქოს ჩვენ ორგანული პირისპირ დგომი გქონდა, არაფერი მსგავსი არ მომხდარა და არც მივცემ ამის მოხდენის საშუალებას, რადგან არ ვაპირებ ამ ბიჭს ჩხუბს. ისლამი არასწორად მოიქცა, როცა მან გვითხრა, რის გაკეთებას აპირებს. ეს ყველა ცხოვრებაში პრობლემას წარმოადგენს. ისლამი მომწონს, მაგრამ მაინც უნდა გაგიზიაროთ. ეს ყოველთვის პრობლემას წარმოადგენს, როცა ადამიანი მხოლოდ უარს ამბობს და ალტერნატივს არ გვთავაზობს. ყველაზე გამაღიზიანებელი პოლიტიკოსები გამოვლენ და გვეტყვიან, რატომ უნდა შეაჩერონ სხვის ინიციატივა, მაგრამ თავად პრობლემის მოგვარების გზას არ გვთავაზობენ. უბრალოდ უარს ამბობენ და პრობლემას გაყრიან. და სწორედ ამაში შეცდა ისლამი. ყოველ ჯერზე, როცა ისლამი ლაპარაკობდა, ან ხაბიბი ინტერვიუში ისლამზე საუბრობდა, ილიას თემაზე საუბრისას ამტკიცებდნენ, რომ მანამდე არ იმსახურებდა სატიტულო შანსს. სანამ 155-ში საკუთარ თავს არ დაიმკვიდრებდა და რეიტინგში არ მოხდებოდა. მათ იქვე ამ ინტერვიუში უნდა შეეტრიალებინათ თემა. შეეტრიალებინათ თემა და ითქვათ, ჩვენ ჯასტინ გეიჯთან გვინდა ჩხუბი. და ამისთვის მილიონი მიზეზი ჰქონდათ პატივისცემა. ხაბიბთან უკვე იჩხუბა. გულისებს მიღმა მეგობრები ვართ. ერთი მენეჯერი ყავს, ფული მაინც ერთ ოჯახში დარჩება. გულისმობ არასწორი პასუხი არ იქნებოდა. მაგრამ პასუხი უნდა ყოფილიყო. და სიტუაცია საკმაოდ საინტერესოა. და ეს არ იქნება ილია თოფურია. სინამდვილეში მეუბნებია, რომ ეს ჯასტინ გეიჯი იქნება. მაშინ ამაზე უკეთესი თუ ილია თოფურიას არა? მაშინ ვინ დაუპირისპირდეს ილია თოფურია? ცარუკიანს უნდა შეხვდეს? დენიელ კორმიემ მითხრა, არა. მითხრა, რომ რაღაც კავშირია საქართველოსთან დაკავშირებით და ეს ბრძოლა უბრალოდ არ შედგება. პედიზე ბედი, რომლის სახელიც აჟიოტაჟს იწვევს, ყველაზე ბუნებრივ აჟიოტაჟს, მაგრამ ასეთი ცეცხლი, ასეთი მუხტი იმ ღამეს ერთ-ერთ მათგანში ჩაქრება. მართლა გინდა, რომ ამ ორი მებრძოლიდან ერთ-ერთი ჩამოიშორო, ორივეს ტიტულისთვის ბრძოლა და არენების გადაჭედვა შეუძლია. შეიძლება. დისკვალიფიკაციის როლი არ იყოს, მე უბრალოდ გთავაზობ. ვინ? ვის ნახავდი ილიასთან? თუ კი იცი, რომ ისლამს არ შეხვდება. ისლამს რაღაცის გაკეთება მოუწევს. ამბობენ, რომ გეიჯთან იბრძოლებს. კარგი, მაგრამ ილიას რა ვუყოთ? რჩება ჩარლზი. შემდეგ ცარუკიანი და მესმის ეს საქართველოს ამბავი. ამბობენ, რომ არ იჩხუბებენ. UFC-ში ასეთი რაღაცეები არ ხდება, ხომ? ასე რომ თუ ეს სიმართლეა და ეს ბიჭები არ იბრძოლებენ, მნიშვნელოვანია, რომ ეს ახლა გავარკვიოთ, მაგრამ შენ ყავს ჩარლზი. შენ გაქვს ცარუკიანი. შენ გაქვს პედიზე ბედი. ვის შეახვედრებდი? ილია თოფურიას. მხოლოდ ეს ვარიანტი გაქვს. გეიჯი ისლამი გამორიცხულია. პორიე მაქსი გამორიცხულია. მესამეჯერ. თოფურიასთვის რჩება პედიზე ბედი. ჩარლზი. ცარუკიანი. მოკლედ, ვის შეახვედრებდი?